სასულიერო მუსიკის 21 საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლ რუსთველის შთამბეჭდავი გამოსვლა ბელორუსში. გასტროლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქრონიკის ჟურნალისტი ნინო ბერიძე გაგვაცნობს. ფოლკლორულმა ანსამბლმა მერუსთველმა ბელორუსიაში გასტროლი წარმატებით დაასრულა. ყოველწლიური ქრისტიანული საგალობელი მუსიკის ფესტივალზე 10-ზე მეტი ანსამბლი იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული მოწონება კი ჩვენი ქალაქის ფოლკლორულმა ანსამბლმა მერუსთველმა დაიმსახურა. რუსთაველების გამოსვლა ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხდა. ანსამბლ მერუსთველის გარდა ამ ფესტივალში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები, მუსიკალური კოლექტივები და მომღერლები. საერთაშორისო ფესტივალი იყო, რომელზეც გამოსვლას და მონაწილეობა ჩვენთვის უაღრესად საჭირო იყო და იმიტომ დიდი ხანია ასეთ დონის ფესტივალზე არ ყოფილვარ. გასტროლის ფარგლებში მერუსთველმა ასევე ქალაქ პლოცკსა და ბრესტში გამართა კონცერტი, ასევე მონაწილეობა მიიღო გალა კონცერტში, რომელიც ფესტივალის დახურვის დღეს გაიმართა. მთლიანობაში ანსამბლმა საზღვარგარეთ სამსოლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და 2 საათიანი რეპერტუარი შეასრულა. განსაკუთრებული მოწონება კი სიმღერა სულიკომ დაიმსახურა. გასტროლით კმაყოფილები არიან თავად ანსამბლის წევრები და ისინი იმ ემოციების შესახებ გვიამბობენ, რომელიც ბელორუსიიდან ჩამოიტანეს. ემოციები ყოულევი მათი მხრიდან. ძალიან სწორად მიიღეს ქართული სიმღერა. კარგად მიიღეს და ჰქონდა ესეთი აპლოდისმენტები საოცრად და ეს გვაძლევდა ტონუს კიდევაც რომ გვაძლევდა ტონუს რითაც ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად გამოვავლინეთ ჩვენი თავი. ბელორუსიაში ჩვენ პირველად მოგვიწია ყოფნა და როგორც საკუთარი თავის, ისე ჩვენი ქვეყნის არდგენა მნიშვნელოვანი იყო. ქალაქ მაგილოვის მერი პირადად მოვიდა და მოგვილოცა და თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ქართველების ახლოს ნახვა და მათთვის ხელის ჩამორთმევა. ქრისტიანული საგალობელი მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას კი სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე სამუსიკო გუნდი ღებულობს მონაწილეობას.